ჩვენ სახლი არ აქვს. მინდა რომ ჩვენი სახლი გქონდეს. ბაჩები არ აქვს. დედი კოლეცხა ჩივჭყავს. ხარიზე ლეჩხავს. დეიდა, ნუ დაგვტოვებთ სიღარიბეში. ეს არის 4 წლის გიოს სიტყვები. ბავშვის, რომელიც მზად არის თავისი უკანასკნელი პურის ლუკმაც კი სხვას გაუყოს. ოჯახში არ არის არანაირი საკვები. პურის და კომპოსტოს მწნილის გარდა. ბიჭ ზამთრის ფეხსაცმელიც კი არ აქვს, რომ საბავშვო ბაღში წავიდეს. ცრემლების შეკავებას ვერ შეძლებთ, როცა დაინახავთ საცხოვრობს ეს ბავშვი. ფანჯრებზე მინის ნაცვლად ცელოფანია გაგრული. სახლში იატაკი დამპალია. ქარიკი ყოველი კუთხიდან უბერავს. ოჯახი სოციალური დახმარებით ცხოვრობს. თვეში 400 ლარი. ამ თანხის თითქმის ნახევარი ქირაში იხარჯება. ამ თანხით შეუძლებელია არა მხოლოდ პატარა ბავშვის გაზრდა, არამედ ყველაზე უბრალო საკვების ყიდვაც კი. დედას გულზე სერიოზული პრობლემები აქვს, მამას კუჭის წყლული აქვს. დაავადების გამო ისინი ვერ მუშაობენ. წამლის ფულიც კი არ აქვთ. ოჯახს ყველაზე ელემენტარული ნივთები სჭირდება. საკვები, შეშა, მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. ღვთისმიერო ადამიანებო, ამ ყველასგან მივიწყებული ოჯახის ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. დღეს გიო თითოეული ჩვენგანი შვილია. მოდით ერთად ვაჩუქოთ მას ბავშვობა, რომელიც სიღარიბემ წაართვა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.